დღეიდან საქართველოს ოფიციალურად უერთდება გლობალურ მოძრაობას გავხადოთ გზები უსაფრთხო. პეტიციას, რომელიც თბილისში მზადდება, გაეროს გენერალურ მდივანს უნდა გადაეგზავნოს. კამპანიის მთავარი მიზანი უსაფრთხო გადაადგილების შესახებ ბრძოლების ინფორმირებაა. პეტიციის შექმნის ინიციატორები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და ფონდ პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის წევრები არიან. პეტიციას ხელს აწერს საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. ასეთი იქნება განათლების სამინისტროს ინიციატივა, რომ 40 საპილოტო სკოლაში იქნება ზუსტად უსაფრთხოების მოძრაობაზე ლაპარაკი, რომ ძალიან აუცილებელია, რომ გაკეთდეს ხვედები მანქანაში, რომ ნახოს ბავშვმა სად არის უსაფრთხო გადასვლა სკოლისთან მიმართულებაში. ბოლო პერიოდში შეიქმნა ძალიან სერიოზული ფონდი, რომელიც დაარსეს ერთ-ერთი დამფუძნებელია ცნობილი ბრბოლელი, ავტობრბოლელი მაიკლ შუმახერი. ძალიან ბევრი პოპულარული ადამიანია ჩართული იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა, დიდი სიკვდილობა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. წამოწყებული იქნა გლობალური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს 1 მილიონი ხელმოწერის შეგროვებას და ეს პეტიცია უნდა გადაეგზავნოს გაეროს, რათა განვითარებად ქვეყნებში და ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემა არის სამწუხაროდ აქტუალური, სადაც ბევრი ადამიანი იღუპება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში, მიზნობრივად გამოიყოს ასიგნებანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად.